მე მინდა განსაკუთრებით თქვენი ყურადღება მივაქციო ოჯახს, ქართველმა ადამიანმა, განსაკუთრებით მამაკაცმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, ცოლ-შვილის წინაშე. ქმარმა უნდა იგრძნოს ის, რომ ის არის თავი ოჯახისა და ამიტომ არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, არ უნდა დაკარგოს წყალობა ღვთისა და უნდა ახსოვდეს, რომ თუ ერთი საქმე არ გამოუვიდა, უნდა მიმართოს მეორეს, მესამეს, მეათეს. უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობის გარეშე არავინ არ რჩება და განსაკუთრებით მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა მტკიცე ნებისყოფა მისცეს ცოლსა და ქმარს, რათა ღირსეული შვილები აღზარდონ და გამგრძელებლები ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა ხონენი და ტრადიციების, კეთილი ტრადიციების. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მტკიცედ იდგეს საქართველო მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, სიყვარულში, სასოებაში და კეთილ საქმეებში. ჩვენთან არის ღმერთი.